გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ახალგაზრდების მიღება გრძელდება. პროექტი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისა და ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზაცია ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ორგანიზებით ტარდება. მოხალისეები 5 დღის განმავლობაში იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესებს, დრონების მართვას, პირველად სამედიცინო დახმარებას და სხვა უნარ-ჩვევებს სრულიად უფასოდ დაეუფლებიან. მსურველებმა ორგანიზაციას უნდა მიმართონ. არის მოხალისეობითი ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, სადაც აქტიურ ახალგაზრდებს ვიწვევთ და ზუსტად ისეთ რაღაცაზე ვავარჯიშებ და ვასწავლით, რაც ცხოვრების ყოველდღიურადაც გამოადგება. ძირითადად ეს არის თვითგადარჩენის, ეს არის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ეს არის ტოპოგრაფია ტყეში, მოძრაობა, პირველადი დახმარება არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ გარემოში, როდესაც ხდება ეს კატაკლიზმები, როგორც იყო ყველას გვახსოვს ეს თელავის მოვლენები არის რაჭაში, გურიაში, მაგისთვის ყალიბდება ტერიტორიული რაზმები, მოხალისეთა რაზმები, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც მეც ვარ და ყავს ახალგაზრდული რაზმი, რომელსაც სათავეში უდგა მიშო პაპაშვილი, ეს არის თელავის უნივერსიტეტის ლიდერი. და გაერთიანებულები არიან სტუდენტები, სკოლას უკაი ფაქტიურად, რომლებიც სამთავრობენ ეს ახალგაზრდები და მოსამზადებელი ცენტრი არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გომბორში, სადაც გადიან 5 დღიან შეკრებას, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამჯერად იკვება არის ეს განთავსება და სულ ყველაფერი არის სახელმწიფოს ხარჯებზე, ყველაფერი არის უფასო. აქ იმ გარდა დისციპლინებისა, რომელიც ცხოვრების ყოველდღიურად გამოადგებათ, გადიან წვრთნას ტოპოგრაფიაში, საცეცხლე მომზადებაში, დრონების მართვაში.